გაგაცნობთ საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამქვეყნებულ ინფორმაციას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვივნენ, რათა უნეტარეს თეოფილე მესამესთვის ინტრონიზაციის 20 წლის თავი კიდევ ერთხელ მიელოცათ და დაესახათ გეგმები ჩვენი ეკლესიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გამტკიცებისთვის. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი გერასიმე შარაშეინძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ისინი 26 ნოემბერს შეხვდნენ წმინდა ქალაქ იერუსალიმის და პალესტინის პატრიარქს და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისა 20 წერილი და საუკეთესო სურვილები გადასცეს. მისმა უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და გამოთქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის. მიღებას ესწრებოდა საქართველოს საგარეო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ბატონი ზაზა კანდელაკი. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა 27 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს ღამისთების წირვაში, რომელიც გოლგოთაზე აღევლინა. ასევე შეხვდნენ ქართველ ემიგრანტებს და დღეს 28 ნოემბერს თბილისში დაბრუნდებიან. აქვე გთავაზობთ უშროლად ტექსტს, რომელიც როგორც ვკითხარით, დელეგაციამ გააცნო მის უნეტარესობას, ეს არის კათოლიკოს პატრიარქის მისა 20 წერილი. მის უნეტარესობას თეოფილე მესამეს, წმინდა ქალაქისა, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს. თქვენ უნეტარესობა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს. უკვე 20 წელია თქვენ სირთულეებით სავსე ჩვენს დროში, როგორც პირველი იერარქი, ერთგულად ემსახურებით იერუსალიმის ყველასგან გამორჩეულ ეკლესიას და დიდი პატივისცემით სარგებლობთ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს დიდი სიყვარული და მოწიწება წმინდა ქალაქისადმი და აქ მოღვაწეს სასულიერო პირთადმი, მით უმეტეს პირველ იერარქებისადმი. ნიშნად თქვენდამი ჩვენი პატივისცემისა, თქვენი საიუბილეო თარიღის მოსალოცად და თანამსახურებისთვის ვაგზავნით ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს. ვიმედოვნებთ, ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის შემდგომშიც განმტკიცდება და ახალ საფეხურზე ავა. თქვენ უნეტარესობო, გულითადად გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და შემდგომ წარმატებებს თქვენს საპატიო მსახურებაში, თქვენი სამწყსოსა და მსოფლიო მართლმადიდებლობის აკეთილდღეოდ. ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მთავარი ეპისკოპოსი მცხეთა თბილისის და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა თბილისი 2025 წელი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს იყო წერილი მისა 20 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისი უნეტარესობის თეოფილე მესამესადმი, რომელსაც პატრიარქად ინტრონიზაციის 20 წელი შეუსრულდა და ცხადია ჩვენი დელეგაცია ბრძანდებოდა იერუსალიმში, რომლებიც დღეს დაბრუნდებიან.